როდესაც პირველმა ტალღამ იმისა თუ რა იყო, აი ამის გააზრების ტალღამ გაიარა, ალბათ მაქსიმუმ 1 თვე. მეთქმა უნდა შეცვლილიყო ისე როგორც ეს მოხდა, მაგალითად შორეული აღმოსავლეთის ეთიკომებში როგორც არის ტაივანი, ჰონკონგი, სინგაპური, საიდანაც შეიძლებოდა მეტი ცოდნის მიღება და მათი გამოცდილების უფრო კარგად გაზიარება. ანუ რა, ადამიანების თავისუფლების შეზღუდვის მაგივრად მათ უნდა მისცემოდა საშუალება, რომ გაემუშავებინა ფული და გამოემუშავებინათ უნარჩვევები ამ ვითარებაში ცხოვრების. რომ საბიუჯეტო შემოსავლები არ დაკლებოდა და არ გახსნილიყო ადრე თუ გვიან ეს პრობლემაც. ასევე არ იყო დაშვებული ალტერნატივების ძიების საბრძოლო მექანიზმები. მაგალითად, როდესაც კურნალობდნენ, იყო გადაწყვეტილებები ესეთი, რომ სადმე გაიგონებდნენ რაღაცას, ცენტრალიზებულად ნერგავდნენ. გაიგონებდნენ, რომ ახალი წამალია, ცენტრალიზებულად ნერგავდნენ. რაღაც პროცედურა ცენტრალიზებულად გეგმავდნენ. არანაირი ტესტი, არანაირი გამოცდილება. მაშინ, როდესაც თავისუფალ ბაზრის სისტემაში ამას უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა ადამიანები, რომლებიც ამას მართავდნენ, ანუ კლინიკები, უშუალოდ სადაზღვევო კომპანიები და თვითონ პაციენტები, რომლებიც იქნებოდნენ საკუთარ თავზე ორიენტირებული და საკუთარი ჯიბით დაფარავდნენ თავის პრობლემებს. დღეს ნახეთ როგორ ვითარება. ადამიანი პასუხს არ აგებს ფაქტიურად თავის ქმედებაზე, მაგრამ თუ კრიტიკულ სიტუაციაში გახდა, მას გონია რომ მთავრობამ უნდა უკონაოს, ანუ ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს მისი ყველა ხარჯი. ეს იყო მაშინაც და ეხლაც. ცხადია, მაშინ როდესაც რაღაც 1000-მდე ადამიანი იყო ჯამში და ამოდებული და ერთბაშეთი ეს არ იყო, კიდე რაღაცა წდებოდა ცენტრალიზებული მმართველობის ეს აპარატი, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც დღეში 3000-ია, ამას რა თქმა უნდა ვერ გაწდება. ეს ძალიან ძვირი ჯდება ამ დროს ადამიანებს საკუთარი რესურსები და საკუთარი პასუხისმგებლობა ერთი მხრივ არ აქვს, ანუ რესურსები არ აქვს და პასუხისმგებლობა არ გამოუმუშავთ. და რაც მნიშვნელოვანია, რომ შედეგად ჩვენ მივიღეთ ეგეთ საზოგადოება. დღეს ბევრი მოთქვამს, რომ აი მთავრობა ყურადღებას არ გვაქცევს. პრინციპში მთავრობის საქმე არ არის პაციენტისთვის ყურადღების მიქცევა. მაგრამ რაც შეცდომა იყო დაშვებული ის, რომ ვისაც უნდა მიექცია ყურადღება იმის განვითარება შეფერხდა. ანუ კლინიკური სექტორის, სადაზღვევო სექტორის და ექიმების, რომლებიც პოტენციურად ჩაერთვებოდნენ მომსახურების მიწოდებაში და არ იქნებოდნენ გვერდზე დიდი ხნის განმავლობაში მიყენებული მთავრობის გადაწყვეტილებების გამო. დღეს მთავრობა გამოვიდა და სტუდენტების მობილიზებას, პენსიონერი ექიმების მობილიზებას ამბობს. მაგრამ, როდესაც ეს პროცესი დაიწყო, მაშინვე თუ ამას მიეცემოდა ესეთი საბაზრო განვითარება, კლინიკები თვითონ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, როგორ მოეწვიათ საუკეთესო პრაქტიკას, გამოიმუშავებდნენ საუკეთესო კადრებს მოიზიდავდნენ, სადაზღვევო კომპანიები გააკონტროლებდნენ, რომ ზედმეტი მედიკამენტები არ ყოფილიყო ამაზე დახანჯული, რომ არ ყოფილიყო კლინიკები გამოყენებული არასაჭირო პაციენტების სამკურნალოდ და ასე შემდეგ. ანუ სრულად სხვა ვითარება გვექნებოდა. ანუ ეს ყველაფერი აი შედეგად ამ ძარი გადაწყვეტილებები და რა მივიღეთ. საფუძვლამდე ქვეყანა იყო დაკეტილი, შემდეგაც საერთაშორისო ტრანსპორტი თითქმის დაკეტილი იყო, ხოლო მცირე შეღავათები, მაგრამ სამგერო თითქოს შიდა ტურიზმი უნდა გაგვენვითარებინა, ასევე ცენტრალიზებული, რატომ უნდა გაგვენვითარებინა შიდა ტურიზმი, რის ხარჯზე უნდა გაგვენვითარებინა, რა რისკის წინაშე იდგა მთავრობა და ქვეყანა ამის არავის არ უყურებს, პირ დაიწყეს დაფინანსება, ისევ ფულის ხარჯვა, ისევ რაღაც კომპანიების ახალისება, სუბსიდიების დანიშნა და შემდეგ. ანუ ჩვენ მივიღეთ ხელოვნურად ადამიანს რომ წადი იმოგზაურე იქ წადი მის მაგერად და მოფრთხილებოდნენ. ანუ მიხედეთ თქვენ თავს. როდესაც აფუში აღმოჩნდა რომ შემოსავლები არ არის და საიდან უნდა მოვიდეს ფული, მთავრობას გაუჩნდა სრული ესესხა. ეს ერთხელ ორჯერ სამჯერ რაღაც ახმარება მოგცეს საკმაოდ დიდი თანხები იყო გამოყოფილი და აღმოჩნდა რომ ვალები გაიზარდა, ლარი კიდევ გაუპასუხა. ანუ ფულს ხარჯავს იმაში, რაც არ არის საჭირო, იმის მაგალითად ეს ფული წავიდეს იმაში, რაც არის საჭირო, რაზეც არის მოთხოვნა და რა ადამიანს რეალურად ჭირდება. ანუ ფულის გადანაწილება ხდებოდა წარმატებულიდან საეჭვო ბიზნესებზე, სესხის აღება ხდებოდა მომავლის ხარჯზე, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით როგორი იქნება, ამ ვითარებიდან გამომდინარე და მივიღეთ ის, რომ მთავრობის ვალი კლინში და პროდუქტი უკვე თითქმის 60%-მდე მივიდა ბოლო გადაწყვეტილებებს თუ გავითვალისწინებთ, რომელიც გუშინ წინ არის გაჟღერებული. ანუ სად მივედით? მთავრობა აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა თავის თავზე
მაგრამ ცხადია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი შემოსავლის წყარო იყო პრაქტიკულად პარალიზებული, მან ვერ შექმნა პასუხისმგებლობის თავის ეხება, არ მოისმინა არავის კრიტიკული აზრი, არც მედიკოსების წრეშიც არ მოისმინა იმ ადამიანების უსმენს ისე, ვინც ეს პროცესები დაიწყო და ნაგლები წარმოდგენავთ ეკონომიკურ ლოგიკაზე, ადამიანის თავისუფლების მნიშვნელობაზე, კონკურენციის მნიშვნელობაზე და რაღაცეებზე, შეიძლება კარგი ექიმები არიან, მაგრამ ეკონომიკის გარეშე ეს არ ამუშავებს. იმიტომ რომ ეს მექანიზმი არის არასრულყოფილი. სამწუხაროდ პოლიტიკურმა ასპექტმა ამას ნაცნაირად დათმობა გაუკეთა, ზოგჯერ მხარიც კი დაუჭერა, ალტერნატიული აზრები ძალიან ცოტა ისმოდა, მხოლოდ 1-2 პოლიტიკური ჯგუფი თუ კრიტიკულად გამოთქონდა, ისიც ძირითადად ეხლა უფრო გამოიწვიან წინ თორე და როგორ ფიქრობთ, ბატონო პატა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ეს იყო არაკომპეტენტური, ვთქვათ, მრჩეველების განმარტებული გადაწყვეტილება, რომელსაც დაუჯერა ხელისუფლება? ეს იყო კომბინირებული მიდგომა, უბრალოდ წოდნის ნაკლებობა, ამავე დროს ზედმეტი თავდაჯერებულობა, როგორც ეს ხდება ხოლმე ცენტრალიზებული მართვის ნებისმიერ გამოვლენებაში, ისტორიულად და ეხლაც, როდესაც ადამიანებს გონიათ, რომ მათ შეუძლიათ ყველაფრის განჭვრეტა, რაც არ შეუძლებელია. ამიტომაც მუშაობს ბაზარი და არ მუშაობს ცენტრალიზებული მმართველობა, იმიტომ რომ ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას мотиваციიდან გამომდინარე. და შესაბამისად, როცა мотивაცია არ აქვს, ცხადია შენ არ ეძებ ახლა გადაწყვეტილებებს და შესაბამისად არ აქვს ალტერნატივები და არ აქვს სხვა გზები, გვაქვს მხოლოდ ერთი, რომელიც არის მცდარი. და მცდარი ახლა ცხადია უჭირთ ამაზე გადათქმა ხო არის, რომ მე შევწდი და შემეშალა და ბოდიში, ну მაშინ წავიდეს დაკარგოს ის ჩინმედლები, შემოსავლები და ასე შემდეგ, რამის აღიარება ძნელია. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს გამოსავლის ძიების სურვილიც არ ჩანს. არ ჩანს, არ იხსნება ეს დიალოგისთვის ეს ხალხი, ისე იმას ამბობენ, რომ ყველაფერზე ამბობენ, რომ ისინი სწორი არიან. მაგალითად, იმის აპირისპირო სამტკიცებენ დღეს, რაც ისინი საუბრობდნენ ადრე. მაგალითად, ისინი დღეს ამბობენ, რომ არ არის საჭირო ყველას კუნალობა სამედიცინო დასაწყისში. ისედაც ცხადი იყო, ეს არის საჭირო. ისედაც ცხადი იყო და ტყუილად დაიხარჯა მაშინ ფული და ენერგია. ასევე იყო ცხადი, რომ არ შეიძლებოდა, რომ სასტუმროების გამოყენება პლანეტზე ყოფილიყო და ათასობით ადამიანი დაეფინანსებინა თან სახელმწიფოს ხარჯზე, ორი კვირა ეცხოვრათ გამოყენებულ ოთახში და თითქოს მათი ჯანმრთელობაც იყო კარგი. თან არ ტესტი უტარდებოდა მათ, არ უტარდებოდა, ანუ არ ვიცოდეთ, თავად იყვნენ თუ არ იყვნენ. ანუ ფაქტობრივად ორკვირიანი ციხეები მიუწვდათ ადამიანებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რაც აბსოლუტურად ნონსენსი იყო ჩემი აზრით. არა და ისე თვლებოდა, როგორც მიხდება. მოკლედ, ძალიან დიდი თანხები წავიდა ამ მიმართულებით ასევე და ხშირად ამბობენ, რომ ეს ხო გარკვეულწილად კორუფციული გარიგების საგანიც კი, იმიტომ რომ სასტუმროები, რომელიც იქნა შერჩეული, შემდეგ არის შემჩნეული იმაში, რომ არჩევნების დროს იქნენ გამოყენებული სხვადასხვა მანიპულაციებისთვის, მაგალითად დონორებად მმართველი პარტიის ან მსგავსი ორგანიზაციების. ანუ, მოკლედ რო ვთქვა, ჩემი ღმერთმენით, თავიდან დაშვებული შეცდომები, რა თქმა უნდა, გაღრმავდა და დღეს კიდევ უფრო ღრმა არის, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ რახან კონკურენციის სისტემა არ ამუშავებს თავიდან, სამედიცინო სისტემა, როგორც წესი, 3-4 კლინიკის გარდა, რომელიც თავიდან იყო შერჩეული და იყო მობილიზებული, არ აღმოჩნდა ელემენტარული გზა ამ სისტემის მართვისთვის. ის ექიმები, რომლებიც იყვნენ დასაქმებული სხვა კლინიკებში და საოჯახო და სხვა ესე ტიპის დაწესებულებებში, აღმოჩნდნენ არაკომპეტენტურები ამ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ზიან და უყურებენ, რომ ეს ვითარება არის. თორემ თვითონ სამედიცინო სისტემის ის კომპონენტი, რასაც ქვია სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება, არის ცენტრალიზებული სახელმწიფო, რომლის ალტერნატივა და ეს თქვა კონკურენტული მოპაიქრე არ არსებობს. და შესაბამისად იქ საკმაოდ მოქნილი და არსუში ჩარჩენილია და სამწუხაროდ ამას თავიდანვე ესე თქვა ახვალის ჩასცეს, როდესაც საქართველოში იწყებდა კერძო სამედიცინო პირველადი დახმარების სტრუქტურების ფორმირებას, ახვალის ჩასცეს, ნაციონალიზება გაუკეთეს და პრაქტიკულად მოსპეს და შესაბამისად ეხლა მივედა რა. მაგ ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც არ არის მოტივირებული, რომ ადამიანს დაეხმაროს და გამოვითარდეს და დაემატოს, მაგალითად, დაიმატოს კადრები, დაიმატოს ტექნიკა და მანქანები და ასე შემდეგ. ანუ მოიმსახუროს უკეთესად, იმიტომ რომ მიიღოს შემოსავალი და გარანტირებული იყოს და მოტივირებული იყოს. აი ეს არის პრობლემა, აი ეს ეკონომიკური საკითხები არის ფუნდამენტური. არასდროს მოდელზე შემდეგ შედეგები გვაქვს ცუდი და არ ველოდები რომ იქნება უკეთესი, იმიტომ რომ ეს მოდელი აქაბა. ამიტომ მე პირადად მაქსიმალურად უფრო მოვერიდო, სადაც კი შემიძლია და გავუფრთხილდე ჩემთან და ჩემ ოჯახს. ეს არის ჩემი ერთადერთი რჩევა. სხვა ლაბორატორიულად ტექნიკურად არ არის, სანამ პოლიტიკურად არ შეიძლება ვითარება. ამ შეცვლაც რა თქმა უნდა დნელია.